შული მისი დნმ-ის გაყალბებაზე საუბრობს. ის ამტკიცებს, რომ მას გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ ანალიზი კაბინეტში მოტყუებით აუღო, რის შემდეგაც მისი ნიმუში ასაფეთქებელ მოწყობილობაზე გადაიტანეს. თავად ასანიძე სოსანაშვილის დაბარებას არ უარყოფს, მაგრამ ირწმუნება, რომ მაშინ ბრალდებულს სულ სხვა საქმეზე შეხვდა. ასანიძე და კიდევ 4 მოწმე დღეს სასამართლოს ხდომაზე დაკითხეს. პროცესს უთანხმოების გარეშე არჩაულია დარბაზი ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებმა დატოვეს. ნათია სონღულაშვილი სასამართლო ქრონიკის დეტალებს გაგვაცნობს. იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები გიორგი სოსანაშვილის პროცესებს აღარ დაესწრებიან. ისინი მკვლელობის შემკვეთების გამოვლენასა და დასჯას ითხოვენ. ვაზაგაშვილის ოჯახმა ხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. რატომ დავტოვე და ვიბრძენი, რომ არ უნდათ შემკვეთის გამოცხადება და იმიტომ. აქ მთავარი სოსანაშვილი კი არა, მთავარი არის შემკვეთები. ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე ჩიხშია შესული. პროკურორი კი მთავარი გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს. წარიმართა სასამართლოში სოსანაშვილის მიერ ბრალდების საქმე, იმ ვიღაცა დაუდგენების, რომელსაც საფრანგეთში ეძებენ, რაღაც აბსურდული მიმაჩნია და მე მგონი, სახელმწიფო ბრალდება ჩიხშია, მაგას ვერასდროს ვერ დაადგენენ. თავარ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის გამოყოფილი, მიმდინარეობს გამოძიება და ისევ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე წინასწარ კომენტარებს ვერ შევაკეთებ. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი. ბრალდებული როინ ასანიძეს დნმ-ის გაყალბებაში ადანაშაულებს. ყველაფერი, რაც სოსანაშვილმა თქვა, რომ ამიღო როინ ასანიძე კაბინეტში, ნიმუში, დნმ-ის ნიმუში, ყველაფერი იყო ტყუილი და სისულელე. რასთან დაკავშირებით ყავდათ სოსანაშვილი დაბარებული კაბინეტში? სოსანაშვილს მოვიდა შელაპარაკება ერთ-ერთ პიროვნებასთან და გასაუბირების მიზნით ყავდა დაბარებული ჩემთან. იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით თუ იყო თქვენს კაბინეტში საუბარი? არა, საერთოდ. არსებითი განხილვა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით ხვალ 11 საათზე გაგრძელდება. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ასეთია გიორგი სოსანაშვილის ბრალდება. ლარი დღეს 4 პუნქტით გამყარდა. რეკლამის შემდეგ ამ თემით დაგიბრუნდებით. გერმანული ავტომწარმოებელი კონცერნის საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. საუბარია მომწამლელი დაბინძურებისგან ადამიანების დაცვაზე. Volkswagen-ის საქმის დეტალები ქრონიკაში. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. სამიჯი 4G ისარგებლე 10 ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. აიღე ან შეცვალე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 70 ლარად. ქართული ბიომეტრიული პასპორტი გაყალბებისაგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე გაიცემა. 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით აქციით ისარგებლებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე. მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებს. 24-27 სექტემბერი. ქალაქი ბათუმი. პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი At Black Sea. 32 მოწვეული სპიკერი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან. დაჯილდოების ცერემონიალი, საკონკურსო ჩვენებები, მასტერკლასები, გასართობი პროგრამა და გალა კონცერტი ნინო ქათამაძის მონაწილეობით. At Black Sea. მოიწვე 4-დღიანი სარეკლამო პაუზა. ყურადღება, მოისმინეთ სექტემბრის თვის ექსპრეს შეთავაზება. 30 სექტემბრის ჩათვლით გახსენით ექსპრეს ანაბარი ლარში და დამატებით მიიღეთ +1% სარგებელი. ექსპრეს ბანკი. მარტივია.
გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. ახალი პლანშეტი Lenovo Yoga ტაბლეტი. Care-Free Plus-ი. ხელი ყოველდღიური, რომელიც არაჩვეულებრივად შეიწევს სითხეს, სუპერაბსორბირებული ფენის მეშვეობით. Care-Free Plus-ი. სითხელე პლუს სუპერდაცვა. იმისთვის რომ ფორმაში ვიყო, ყოველდღიურად ვარჯიში. ვარჯიში ფიზიკურად მაძლიერებს და შესაძლებლობას მაძლევს მოწინააღმდეგეს ღირსეულად გავუმკლავდე. ჩემს შვილებს კი ჩემზე მეტად ჭირდებათ გაძლიერება, რადგან მათ სხვადასხვა საშიშ დაავადებებთან უწევთ გამკლავება. იმისთვის რომ ძლიერები და ჯანმრთელები გაიზარდონ, ჩვენ მათ ყოველთვის უტარებთ აცრებს. აცერი და დაიცავ. აქცია ჯაბა კრედიტში. ოქროს ლომბარდი 1%, ავტო ლომბარდი 2.5%. ჯაბა კრედიტით აგიხმარებათ სხვა ლომბარდიდან ოქროსა და ავტომობილის დაბლ პროცენტად გადმოტანაში. დაგვიკავშირდით 202-24-24. თუ ვინმეს ასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონიურულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. თორნიკე ძალიან ორგანიზებული ადამიანია. სამსახურში ყოველდღე 7 საათსა და 14 წუთზე მიდის. დილით ვეყიდულობ 7 Days-ის კრუასანს უგემრიელესი შიგთავსით, რომელიც ინარჩუნებს ახლად გამოცხარ გემოს და სირბილეს, იმ შემთხვევაშიც თუ თორნიკე საღამომდე ვერ მოიცლის მის დასაგემოვნებლად. 7 Days-ის კრუასანი, ახალი სიტყვა ცხობის ხელოვნებაში. ჩაერთეთ მაგთისაჩი უფასოდ და პირველ თვეს მიიღეთ სრული პაკეტი მხოლოდ 25 ლარად. წყალი მომწყურდა, რაღაც ხმა მომესმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური დაცვის ლიგა საქართველოს 8 რეგიონში ახორციელებს პროექტს. ახალგაზრდების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით. ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაერთიანებულ ახალგაზრდებო. გააქტიურდით და დაიცავით სხვების საარჩევნო უფლებაც. შექმენით თანაბარი საარჩევნო გარემო ყველასთვის. გააკეთეთ სწორი არჩევანი. ერთად ყველაფერს შევძლებთ. თუ ტელეფონი გიждდება, ელემენტი უნდა დაღეწო. ან შეიძინეთ Huawei smartphone GeoCell-ის ოფისებში და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენი. პირველი 1000 მყიდველი კი დამატებით მიიღებს მობილური ჩასადებს და ეკრანის დამცავს. მობილური ინტერნეტი, მობილური თაობისთვის. ექსოდერილის უნიკალური წვეთები სწრაფად და ღრმად აღწევს ფჩხილში. ზუსტად იქ, სადაც სოკო ბინადრობს და ანადგურებს მას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სანდოზი, შვეიცარიული მიდგომა ხარისხთან. თქვენს იცით, რომ Vivo-ში სესხი ყველაზე ხელსაყრელია. მიიღე 0% და არავით არის საკომისიო პირველ სესხზე. განმეორებით სესხზე კი ყველაზე დაბალი პროცენტი. Vivo-ში ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხი. 3G 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით Beeline-ისგან. შეიძინე 4G smartphone-ები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები Beeline-ის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. Beeline-ი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი. ექსპრეს ბანკში დაგროვების დაწყება ყველაზე მარტივია. გახსენით ექსპრეს ანაბარი მინიმუმ 10 ლარით. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთი. შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი smartphone-ით და ახლა უკვე გაორმაგებული ინტერნეტით საჩუქრად. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ლარი დღეს 4 პუნქტით გამყარდა. $1 ეროვნული ბანკის მონაცემებით 2 ლარი და 40 თეთრი ღირს. ამ პროცესს წინ უძღოდა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონში მონაწილეობა ბანკმა რეზერვებიდან $40 მილიონი გამოიტანა. აქედან მოთხოვნა მხოლოდ $20,960,000-ზე იყო. ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც 1 ევრო, ახლა უკვე 2 ლარი და 69 თეთრი ღირს.
ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო უწყების გამოყოფაზე პროტესტი საკონსტიტუციოში სარჩელის სახით უკვე გააფორმეს. უმრავლესობა კვლავ დარწმუნებულია, რომ კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ძველი სტატუს კვო შენარჩუნდება, ანუ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ გიორგი ქადაგიძის უწყება განახორციელებს. სარჩელის დეტალებს და გამოხმაურებებს სანდრო ჯუფალაკიანის რეპორტაჟიდან შევიტყობთ. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ოპოზიცია დარწმუნებულია, პარლამენტში ვეტო დაძლეული და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი ამ ჩანაწერს ეწინააღმდეგება. 39 დეპუტატი საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებას ითხოვს. ოცნების და მეჭიაურების მმართველობა და ზედამხედველობა ბრჭყალებში ამ სფეროს მიმართ უქმნის საფრთხეს მთლიანად ეკონომიკას და ქვეყნის სტაბილურობას. ამიტომაც სასწრაფოდ არის დასანიშნად ჩასატარებელი გამწესრიგებელი სხდომა. სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ოპოზიცია კანონის მოქმედების შეჩერებასაც ითხოვს. ეს არ გამოიწვევს კოლაფს ამ სფეროს რეგულირებისა, ვინაიდან ეს კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს გარდამავალდებულებებში დებულებას, რომ ვიდრე ამოქმედდება ის ახლად შექმნილი სააგენტო, მანამდე ფუნქციონირებას განახორციელებს ეროვნული ბანკი. თუ კი ამის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს, ხოლო მოგვიანებით სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს რისკის ქვეშ დააყენებს ფინანსურ სექტორს, რადგანაც ავტომატურად ბათილად და არარად გამოცხადდება ყველა ოპერაცია, რომელიც განხორციელდება ამ პერიოდში სააგენტოს მიერ. იმის მიუხედავად, რომ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის კითხვები დოკუმენტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალაშია. მოტივირებული შენიშვნები, როდესაც ჩემს ვერიქა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში, ასევე შეიცავდა პუნქტს, სადაც ჩვენ საუბრობდით, რომ იქნებოდა სერიოზული პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის სამსახური გამოეყოფოდა ეროვნულ ბანკს, რამდენად ეროვნული ბანკი შეძლებდა მის კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებას. ბუნებრივია ეს კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან არ მოხსნილა. კანონი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა ლეგიტიმურია. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. ერთი წუთიც ერთი წუთიც რო იტყვიან წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან არ მოდის, ეს თავად პრეზიდენტმაც დაადასტურა, როცა ხელი მოაწერა და ბრძანა. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ბევრი სიურპრიზები მიგვიღია და შეიძლება ახლაც მივიღოთ, არ არის პრობლემა. საბანკო პოლიტიკური დავის გაგრძელებამდე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოში 6 წევრია. ერთი ადგილი ამ დროისთვის კვლავ ვაკანტურია. რა ხდება მაესტროში? ერთი რაც თვალნათელია, არხის მეწილეებს შორის უთანხმოება. ხმაური მაესტროს ირგვლივ გია გაჩეჩილაძის გუშინდელი განცხადებით დაიწყო. ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მესაკუთრემ გაახმოვანა, რომ მაესტროს ხელმძღვანელობამ გაკოტრებულად ცნობის შესახებ სასამართლოს მიმართა. დღეს კი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მას არხის რეაბილიტაციის გეგმა აქვს, თუმცა სხვა მეწილეები მის ამ მცდელობას უგულებელყოფენ. რაც შეეხება სხვა მფლობელებს, მაკა ასათიანი უკვე დღეს ადასტურებს, რომ არხის დირექტორმა გაკოტრების თხოვნა მართლაც წარადგინა, მაგრამ ეს პროცესი არხის მუშაობას არ შეაფერხებს. მაკა ასათიანი გარდა იმისა, რომ არხის ერთ-ერთი მფლობელია, ამავდროულად მაესტროს მთავარი კრედიტორიცაა. ანუ არხს ფინანსური ვალდებულებები სწორედ მის წინაშე აქვს. ქეთი ლაცაბიძე გაეცნო მაესტროს პრობლემებს. ძალიან დიდი ესე ვთქვათ, სისხლი და ხორცი მაქვს ჩაქცეული. გია გაჩეჩილაძე, რომელიც ჩპს სტუდია მაესტროს 25%-იანი წილის მფლობელია, ამბობს, რომ არხის გაკოტრებას არ დაუშვებს. მისი განცხადებით, სარეაბილიტაციო გეგმა 10 მილიონიანი საბანკო გარანტიით მაესტროს პარტნიორთა კრებას ორჯერ წარუდგინა, თუმცა ორჯერვე უშედეგოდ. თუ ეს წერილები არ არის საკმარისი ჩემი მიწერილი მაესტროსადმი, რომ მე ვარ ამ კომპანიის გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისევე მორალურად, ისევე ყველანაირად რას დღეს მაესტროს უჭირს, აი მთელი საქართველოს წინაშე ვაფიქსირებ, რომ მე ამას გავაკეთებ. ადვოკატი ირაკლი კორძახია ამბობს, რომ პროცესებიდან გაჩეჩილაძის ჩამოშორება სურთ. გარდა ამისა, ის გარკვეულ ეჭვებზეც საუბრობს, რომელიც ლოგოს შპს ტელეკომპანია მაესტროსთვის გადაცემასა და მაკა ასათიანის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას უკავშირდება. მაესტროს ლოგო ყველაზე ფასეული აქტივი, რაც გააჩნდა მისი სახელი, ის გადასცეს სხვა კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაყენებდით ამ რეაბილიტაციის წინადადებას, მაკა ასათიანმა, რომელიც სტუდია მაესტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრედიტორია, რომელსაც აქვს სესხი მიცემული რამდენიმე $1 მილიონი $100 ოდენობით,
ვადაზე ადრე გამოითხოვა სასესხო დავალიანება. გადაწყვიტეს, რომ გაკოტრებით, ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიყენებინათ გიეგა ჩიჩილაძე. გია გაჩეჩილაძის სარეაბილიტაციო დოკუმენტს არ იცნობს სტუდია მაესტროს დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მენეჯმენტმა სასამართლოს იმ მიზეზით მიმართა, რომ სტუდია მაესტრო გადახდის უუნაროა. ყველაფერი, რაც მაესტროს ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, ეს ყველაფერი ისედაც მაკ ასათიანის მფლობელობაშია და სწორედ და ეს გაკოტრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ჩვენს ფუნქციონირებას არ ექმნება საფრთხე. ხოლო გაკოტრება ეხება აი იმ შპს სტუდიას, რომელთაც მაესტრომ თავდაპირველად დაიწყო ფუნქციონირება. დოკუმენტი მე ნანახი არ მაქვს, სადაც არის საბანკო უზრუნველყოფა. ეს იყო წინადადება და პარტნიორებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო არარეალისტური. თუ მას ეს გადარჩენის გეგმა ჰქონდა და ფინანსური უზრუნველყოფა შეეძლო, მე უბრალოდ მიკვეს, რატომ აქამდე არ გამოვიდა ინიციატივით. სასამართლოს არჩილსა და გაკოტრების მოთხოვნაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა დღეს მაესტროს წილის მფლობელმა და მთავარმა კრედიტორმა მაკა ასათიანმა. მან ყველა მხარეს უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია. ვალის მოთხოვნის საკითხი მისმა ადვოკატმა განმარტა. 2015 წლის იანვარ-თებერვალშივე შეეძლო ქალბატონ მაკას ანალოგიური მოქმედებები დაეწყო, ანუ მოეთხოვა კომპანიისთვის სესხის თვლიანად დაფარვა, მაგრამ ის იჩენდა კეთილნებას. ლოგოს გადაცემის ფაქტს ეხმაურება და ადასტურებს შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი. ბაჭოკი კაბიძე აცხადებს, რომ სავაჭრო ნიშანი 90-იანი წლებიდან მისი და მეგობრების საკუთრებაა. ტელეკომპანია მაესტრომ, რომელიც დავაფუძნე მე, გაიარა ავტორიზაცია მარეგულირებულ კომისიაში და ჩვენ მეგობრებს ძველს 90-იანი წლებიდან მოვდივართ ერთად ამ სფეროში და ტელესივრცეში, გვაქვს სურვილი რომ გავაკეთოთ რამოდენიმე სატელევიზიო არის ხალბატონ ბაია გადაბაძის აქვს შეთანხმებული და მაესტროს გამოყენების უფლება აქვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ასეულობით ადამიანს აქვს სისხლი, ენერგია და ენთუზიაზმი ჩამთხეული მაესტროში. შპს სტუდია მაესტრომ არხის გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. სარჩელს ამზადებს მეწილე გაჩეჩილაძეც. სანამ მოდავე მხარეები საკითხს სასამართლოში გაარკვევენ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ერთდროულად ქუთაისსა და თბილისში დაიწყო. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მის ნაცვლად არჩევნების რეგიონულ პროპორციული სიებით ჩატარებას ოპოზიცია უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ითხოვს. საკითხი საპარლამენტო ტრიბუნაზე გასატანად 200,000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. ლევან ფოჩხვა გაგვაცნობს ოპოზიციის გეგმებს. თავიდან არც თუ ბევრი ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ ვინც ქუთაისის ამ სკვერში მივიდა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა. თავისუფალმა საქართველოს ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა 200,000 ადამიანის დახმარებით გადაწყვიტა. ოპოზიცია ვალდებული და მისი მოვალეობა შეაგროვოს ხელწერილები და შემდეგ სვიპიში თხრიშოს ხელისუფლებას, რომ ხალხის გაწობა ასეთია. თავისუფალი საქართველოს გარდა ამ მომრჩეველთა ხმების შეგროვება თავისუფალმა დემოკრატებმაც დაიწყეს. ქუთაისისგან განსხვავებით საარჩევნო კოდექსის შეცვლის უფრო მეტი მსურველი თბილისში შეიკრიბა. მაჟორიტარები, რომლებიც რაიონებში არიან, აქვს ძალიან მაღალი ბიუჯეტი და ეს ადამიანები ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ცვლიან ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში. უფრო ყურადღებიანები იქნებიან, უფრო კარგად გააკეთებენ ყველაფერს, გაკვეთილი იქნება მათთვის ახალი არჩევნებისთვის. ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ალასანია გუნდის წევრებთან ერთად მივიდა. მაჟორიტარულის ნაცვლად რეგიონულ პროპორციული თავისუფალი დემოკრატების საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებას მომავალი წლისთვის ითხოვენ. ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ეხლა ამ ღირებულებას უღალატა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს არის მანკიერი სისტემა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ცდილობს თვითონ გამოიყენოს ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. ხელმოწერების შეგროვება პარალელურად დაიწყო საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც პარლამენტში გასულ კვირას დარეგისტრირდა. ორი კენჭისყრა აბსოლუტურად მოსწრებადია, შემდეგ მესამე კენჭისყრა დაახლოებით მარტის თვეში და არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს, რაც აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ილუზია იმისი, რომ ასე ვთქვათ, უმრავლესობა ამ ცვლილებებს გაითვალისწინებს ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ მათ უკვე რამოდენიმეჯერ დაარღვიეს თავისივე წინასაარჩევნო პირობები, თუმცა ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი. არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა მიუღებელი არც საპარლამენტო უმრავლესობისთვისაა, თუმცა ერთი განსხვავებით. ცვლილებებს, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, ამოქმედება 2016 წლის შემდეგ და არა მანამდე.
ჩვენს მიერ მომზადებულია საკონსტიტუციულება ინიცირებულია დაიწყო საჯარო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნახოთ ეს არ არის გადასაწყვეტი მარტო პარლამენტის. ოპოზიციას ამომრჩეველთა ხელმოწერების შესაგროვებლად და პარლამენტში წარსადგენად 4 თვე აქვს, თუმცა ამბობენ, რომ ხალხის ნების გათვალისწინებით ისინი ამის გაკეთებას გაცილებით ადრე შეძლებენ. თუ ნატოს მომავალი წლის სამიტი საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებით არ დასრულდება, საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალების მოსვლის საფრთხე იქნება. ამ საფრთხეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი პროგნოზირებს BBC-სთან ინტერვიუში. თინა ხიდაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დასავლეთის ინერტულობის გამო ჩვენს ქვეყანაში ნატოსა და ევროკავშირის